პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით როგორი არის თქვენი დამოკიდებულება? ძალიან უარყოფითი. საერთოდ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკოსები ამ მეთოდებზე გადავლენ, არა საერთოდ ამ ქვეყნის როგორც ჩვენი პოლიტიკოსები დღეს აფასებენ, ეს უკვე კრიტიკულია. ეს არის ქვეყნის იმიჯზე დარტყმა თუ კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებსაც უქვეყნებენ ამ მასალებს? ჩემის აზრით ეს ქვეყნის იმიჯზია. ეს არ არის მარტო კონკრეტულ პიროვნებებზე, ვიღაცას აინტერესებს რომ ქვეყანაში იყოს ბანანის ქვეყნის რეპუტაცია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და დასაშვებია. თითოეული პიროვნების ამბავი არის ქვეყნის ამბავიც. იგივე. ჯერ აჩვენეს ის რომ ყველაფერი განადგურდა, ხელმეორედ კი დაიწყეს მისი ამოღება. ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ იქაც სრულყოფილად არაფერი გაკეთდა. ყველაზე საშინელება რაც შეიძლება მოხდეს ის არის ფარული ჩანაწერები. რომ პირადად ადამიანის პიროვნების ცხოვრებაში შედიხარ. ვინც ამას ამცელებს ის უფრო მეტი დამნაშავეა. ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ არ უნდა ეხებოდნენ პირად ცხოვრებას არავისას. ეგ უნდა დაისაჯოს კანონის ნამდვილად, მე ასე ვფიქრობ. უნდა გამკაცრდეს კანონი. დიახ, უნდა გამკაცრდეს ყველა იმ ადამიანებზე, ვინც მაგას ავრცელებს. არა, მე მგონი უფრო მკაცრი უნდა იყოს. საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს, რომ ვერ გაბედოს ვერავინ მერე ამისთან რამის ჩადენა. წარმოუდგენელი, აღმაშფოთებელია ნამდვილად. ხაზისღარი რამეა გამბავი რა. დაჟეს იტყვით არ შემიძლია გადმოვცეთ. ამაზე საზღვრობა არაფერი. ეს საზღვრობა ამაზრზენია. ფარულ ჩანაწერებთან გავრცელების თაობაზე მე ვფიქრობ, რომ პირად ინდივიდის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. საშინელებაა საერთოდ, ვის რა უფლება აქვს ხვის ცხოვრებაში ჩარევის. ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ან გამოაშკარავებით მაინც, ყველას თავის უფლება აქვს და თავის ცხოვრება აქვს. მე ასე მგონია. არავის საქმე არ არის პირად ცხოვრების გამომჟღავნება. ფაქტურად დაუცველები გამოვდივართ, ეგრე გამოდის. სამწუხაროდ. სად ცხოვრობთ ვერ გავიგე მე. ძალიან ბინძურია ეს ყველაფერი. არავის არ აქვს უფლება. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ უნდა ხდებოდეს გასაჯაროება ამის. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება? პირადი ცხოვრება. პოლიტიკური მხის მიმართულება რო არის, აშკარაა და რა ვიცი, აბა. ჩემი დამოკიდებაც უარყოფითია, ქვეყნის დამოკიდებაც უარყოფითია. ჩაწერა არ უნდა მოხდარიყო, რა თქმა უნდა, და მე კიდე გავცელებ. ვინც თვითონ ჩაიწერა და ვის დაკვეცაც იყო, იმას მეტი საჯელი უკუთვნის.